მართლმადიდებელი სამყარო დღეს ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. Ამ დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში მდინარე ყულიწყალზე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ნათლობის რიტუალი ჩატარდა, სადაც 50-ზე მეტი ადამიანი მოინათლა. ნათლობის შემდეგ ჩატარდა გაწმენდის რიტუალიც. მეუფე გერასიმესთან ერთად ნათლობის საიდუმლოს აღსრულებაში მონაწილეობას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სამღვდელოების წევრები იღებდნენ. აღდგომის წინა კვირა, როდესაც იერუსალიმში დიდებით შევიდა იესო ქრისტე. ამ დღეს იკურთხება ფსა, იკურთხება აია, ყვავილი, რომლის სიმწვანე, რომლის სილამაზე განასახიერებს მესიის მოსვლას და ტყვეობიდან ადამიანის მოდნის გამოსვლას. დღეს მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით ყულის წყალზე, მდინარე ყულის წყალზე ჩატარდა ნათლობა 50-ზე მეტი ადამიანი მოინათლა და ჩატარდა ასევე განწმენდა წყალში და მეუფესთან ერთად ამ საიდუმლოს აღსრულებაში მონაწილეობდნენ ზუგდიდისა და ცაიშის სამღვდელოება და სამონაზვნო დასი. გალოცულები და გახარებულები ბრძანდებოდა, ძალიან ბედნიერი დღეა და გისურვებთ ბედნიერი აღდგომის დღესასწაულის შემოსვლას, ყველას ოჯახში სიხარული და სიცოცხლე, ბედნიერება და ჯანმრთელობა შემოიტანოთ. გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს, მრავალს დაესწარეთ ბედნიერად და რა ვიცი, მოვინათლა და ძალიან მიხარია. რო ქრისტიანი გავხდით. დიდი მადლია ყველაფრის წაეს, ბზობის დღესასწაული და ყველას ველოცავ. ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყველაფერი კარგი ყოფილიყოს. აი ამ დღეს ყველაფერი კარგი მოიტანოს ადამიანებისთვის. ჩემთვის ყველაზე დიდი ოცნება ასრულა დღეს და ძალიან მიხარია რომ ქრისტიანი ვარ. ბზობა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე ერთი კვირით ადრე აღინიშნება და მართლმადიდებელი სამყარო ამ დღეს ქრისტეს იერუსალიმში დიდებით შესვლად ზეიმობს. მორწმუნეები ბზებით, ყვავილებით და ანთებული სანთლებით ხელში მიესალმებიან უხილავად იერუსალიმს მომავალ მაცხოვარს, როგორც ჯოჯოხეთისა და სიკვდილის დამრტყმელს.